მოგესალმებით. მედია კავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში განაგრძობს მაუწყებლობას. გადაცემით ახალგაზრდულის სული. დღევანდელი გადაცემის წამყვანები უცვლელად მე მარიამ გაბანაძე და ჩემი თანაწამყვანი ესმა გუმბერიძე გახლავართ. ჩვენს მაყურებელს გავაცნობთ ჩვენს ტელეფონის ნომერს და Skype-ს, რათა დაგვიკავშირდეთ, დაგვისვათ შეკითხვები და ჩვენ შეძლებისდაგვარად გიპასუხებთ. ტელეფონის ნომერია 238 ხოლო Skype-ის მისამართია ობიექტივი 2 ლათინური ასოებით. დაგვირეკეთ, გამოთქვით თქვენი მოსაზრება, დაუსვით კითხვები ჩვენს სტუმარს და ჩვენს და შეძლებისდაგვარად რა თქმა უნდა გიპასუხებთ. ჩაერთეთ ჩვენს გადაცემაში და გახდით ჩვენი დისკუსიის ნაწილი. ასევე ვინც ვერ მოასწრებთ დავუშვათ ჩართვას დღეს, ჩვენ გვაქვს Facebook გვერდი ახალგაზრდულის სული, შეგიძლიათ ის დაალაიქოთ, იქ გაზიარდება ჩვენი გადაცემები და ზიარდება უკვე და შესაძლებელი არის რომ იქაც დააკომენტაროთ და დატოვოთ თქვენი კომენტარი და მოსაზრება გადაცემაში განხილულ საკითხთან დაკავშირებით. დღეს კი ახალგაზრდულის სული, როგორც გადაცემის სახელწოდება, ნამდვილად ამართლებს ეს გადაცემა დღეს გაამართლებს თავის სახელს. ბოლომდე, ვინაიდან დღეს ჩვენი სტუმარი არის საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში თათია დოლიძე. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენს დატვირთულ გრაფიკში მოახერხეთ და გამონახეთ დრო ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდი ჩვენ მაყურებელს რო შევახსენოთ კიდევ ერთხელ თათიას გამოსვლა გაეროში, გთხოვთ გავუშვათ პირველი ვიდეო თუ შეიძლება. საქართველოში ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება 20-30 განვითარების დღის წესრიგის ძირითადი გზავნილი, რომელიც მოგვიწოდებს არავინ მოვიტოვოთ უკან. იმ სამწუხარო მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ახალგაზრდებს, რომელიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, არ ეძლევათ შესაძლებლობა სრულად ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რასაც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისკენ სვლა გულისხმობს. საკუთრების უფლების მასიური დარღვევის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, თვითნებური დაკავებისა და სიცოცხლის ხელყოფის პარალელურად სურს ასევე ხაზი გაუსვა იმ ლინგვისტურ გენოციდს, რომელიც ხორციელდება ქართველებით დასახლებული გალის სკოლებში. საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც კი, რომელიც საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება, ხშირ შემთხვევაში უსაფრთხოების შენარჩუნება დიდ გამოწვევას წარმოადგენს. საერთაშორისო საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს მათი ოცნებების, ჩემპიონობის და არა მათი შიშების, კონფლიქტის მსხვერპლად გახდომის რეალიზებას. თუმცა ჩემი ქვეყანა 20-30 დღის წესრიგით ხელმძღვანელობით განაგრძობს სწრაფ და წარმატებულ განვითარებას და უზრუნველყოფს, რომ 400,000 იძულებით გადაადგილებული პირი მაინც არ მოიტოვოს უკან. მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმის გეგმიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი სოლიდარობის ფონდს, ინოვაციურ გზას იმ ახალგაზრდების დასაფინანსებლად, რომლებიც ონკოლოგიურ დაავადებებს ებრძვიან, ან სტარტაპ საქართველო 2016, რომელიც აფინანსებს ახალგაზრდების ინოვაციურ ინიციატივებს მეწარმეობის განსავითარებლად. ასევე გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის ეგიდით საინფორმაციო სესიებთან ერთად მდგრადი განვითარების მიზნებზე მიმართული 2 პროექტი განხორციელდა. მდგრადი განვითარების მიზნების პირველ, მეოთხე და მერვე პუნქტებს ეხმიანება კამპანია, რომელიც პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით იქნა ინიცირებული. ფოტოები, რომლებზეც ახალგაზრდა შემკეთებლები, ელექტრიკოსები და სხვა მუშაკები არიან აღბეჭდილნი, სოციალურ ქსელში გავცრა და პოზიტიური გზავნილით, მრავალფეროვანია გზა წარმატებისკენ. მდგრადი განვითარების მიზნების მესამე და მე-11 პუნქტებს ეხმიანებოდა საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებული ფლეშმობი, რომლითაც ახალგაზრდებმა მძღოლებს ქვეით და უსაფრთხო გადაადგილების უფლების პატივისცემისკენ მოუწოდეს. ახალგაზრდობის წარმომადგენლის მიერ ჩატარებული აქტივობები მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და უზრუნველყოფს ახალგაზრდების აზრიან მონაწილეობას ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომელიც ახლა მხოლოდ 10%-ით არის გამოხატული. ქალბატონე თავმჯდომარე, გაეროს მსოფლიო გამოკითხვა ჩემი სამყაროს მიხედვით საქართველოში ახალგაზრდები უპირატესობას დასაქმების შესაძლებლობის არსებობას ანიჭებენ. ამასთან ერთად უმუშევარი ახალგაზრდების უმრავლესობას უმაღლესი განათლება აქვს, რომელიც ხადად გვიჩვენებს, რომ დასაქმებისა და განათლებას შორის არსებული ბუნებრივი კავშირი დარღვეულია. საქართველოში უმაღლესი განათლების დიპლომს მეტი ქალი ფლობს, ვიდრე მამაკაცი, თუმცა უფრო მეტი მამაკაცია დასაქმებული, ვიდრე ქალი. სქესთა ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის დისბალანსი მხოლოდ ეკონომიკური დისკრიმინაციის
დისკრიმინაციით არ გამოიხატება და მას სექსისტურ თუ სექსუალურ ძალადობაზე დაფუძნებულ დანაშაულებამდეც კი მივყავართ. თუმცა მე დღეს ვსაუბრობ თქვენ წინაშე როგორც მეორე ქალი და მეხუთე ფემინისტი 5 ახალგაზრდობის წარმომადგენელს შორის 2012 წლიდან და ეს ფაქტი იმ უკეთესი საქართველოს გამოხატულებაა, სადაც გოგონებს და ბიჭებს თვითრეალიზაციისთვის თანაბარი შესაძლებლობები ეძლევათ. მსგავსადვე, მართალია გულსატკენია, რომ ახალგაზრდა ქართველების 53% შეზღუდული შესაძლებლობების სტიგმას სოციალურ ნორმად აღიქვამს, საქართველო მაინც წინ მიიწევს ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ და ავითარებს ადაპტირებული სპორტის სახეობებს. მაგრამ განვითარება ვერასდროს იქნება მდგრადი მშვიდობის გარეშე. ჩვენ, ახალგაზრდები საქართველოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, საკუთარი კომუნების ერთგვარი მეჩირაღდნეები ვართ, როცა საქმე მდგრად განვითარებას ეხება და ერთად ბევრად ძლიერები ვართ. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთმანეთთან და ვთქვათ, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მზად ვართ წინ დავუდგეთ მტრობასა და შიშ, სოციალურ სამართლობას, გენდერულ თანასწორობას და რაც მთავარია უცოდინრობასა და ინდიფერენტულობას. სრულიად საქართველოს ახალგაზრდებმა უნდა გავიაზროთ ეს პასუხისმგებლობა და დავინტერესდეთ ჩვენი საერთო მომავლით. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. მადლობა თათიას პირველ რიგში ამ მნიშვნელოვანი სიტყვის წარმოთქმისთვის, რადგან წელს ამ ვიდეოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. თუმცა კი სანამ ამ ვიდეოზე და თქვენს იქ საუბრზე ვისაუბრებთ, მოდით გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს. კი იყო ჩვენს წინა წელს ყავდა თქვენ გაეროში წარმომადგენლები, ახალგაზრდობის წარმომადგენლები, მაგრამ მოდით მოკლედ გავაცნოთ მაყურებელს თუ რაზე ვსაუბრობთ, რომელიც წლიდან ვღებულობთ გაეროში მონაწილეობას, კონკურსის წესების შესახებ და უკვე თქვენი მონაწილეობის შესახებ შემდეგ გადავიდეთ. საქართველოს 2012 წლიდან შეუერთდა ამ პროგრამას, ზოგადად ეს არის გაეროს პროგრამა, გაეროს მოწოდება არის, რომ გენერალურ ასამბლეაზე და ასევე ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ხდომაზე დელეგაციებში ახალგაზრდები იყვნენ ჩართულნი. 60-მდე ქვეყანა, წლევანდელი მონაცემებით უკვე 60-მდე ქვეყანა გაეროსი მონაწილეობს ამ პროგრამაში და საქართველოში ადგილობრივ დონეზე, ანუ ეროვნულ დონეზე ხორციელდება სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. კონკურსი არის ყოველწლიური, ანუ ეს მანდატი ერთწლიანია. შემდეგი კონკურსი უკვე ასევე ერთ-ერთი ჟიურის წევრი მე ვიქნები, გამოცხადდება ამ ივნისს. ანუ მე ვიზრუნებ იმაზე, რომ გამოცხადეს აუცილებლად ივნისის თვეში, რადგან მართალია მე თვითონ თავად გადმომეცა ოფიციალურად ეს მანდატი სექტემბრის თვიდან, მაგრამ იმდენად რამდენად ძალიან ცოტა დრო რჩება შემდეგ მოსამზადებლად გაეროში გამგზავრების წინ, აუცილებელია რომ ახალგაზრდობის წარმომადგენელს ჰქონდეს დრო, რომ მოემზადოს, გაეცნოს ამ საქმიანობის სპეციფიკას, რადგან თავიდან დამაბნეველია, რა თქმა უნდა, ერთ დღეში რაღაც სტატუსი იღებ და როგორც მინიმუმ ახალგაზრდობის პრობლემატიკა მაინც უნდა გესმოდეს. სტატისტიკას უნდა იყო გაცნობილი, ახალგაზრდებს თავად უნდა გაესაუბროს სხვადასხვა სამინისტროების ფონდებს. მე მთელი წლის მანძილზე ახლაც კი ვაგრძელებ და ვაწარმოებ ხოლმე შეხვედრებს, როგორც საქართველოს გარშემო რეგიონებში ახალგაზრდებთან, ისე სამინისტროების ანალიტიკურ დეპარტამენტებთან, გაეროს აქ ადგილობრივ წარმომადგენლობას, გაეროს ოჯახს, რასაც უწოდებენ, მათაც ხვდები ხოლმე. და დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მე ამ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე უკვე გავერკვიე მაქსიმალურად ახალგაზრდების საჭიროებსა და პრობლემატიკაში, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ასე არ იყო, იმ დღეს, როდესაც ეს მანდატი მომენიჭა და ერთ დღეში რა თქმა უნდა ეს არ ხდება. ამიტომ აუცილებელია, რომ ახალ წარმომადგენელს ჰქონდეს ეს დრო. 3 ჟიურის წევრი არის, როგორც წესი, ერთ-ერთი მოქმედი ახალგაზრდობის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში მე, ერთი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროდან წარმომადგენელი, ერთი სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან. თავად კონკურსიც არის 3 ეტაპიანი, სადაც მოწმდება როგორც CV, ანუ აქამდე მიღებული გამოცდილება, ისე წერითი უნარჩვევები, რადგან ინგლისურ ენაზე მოუწევთ კონკურსანტებს თემის დაწერა. თემაც გამოცხადება, რა თქმა უნდა, გაეროსთან დაკავშირებული იქნება და ახალგაზრდობის საკითხთან. შემდეგ არის გასაუბრება და სულ ბოლო ეტაპზე ეს არის სიტყვით გამოსვლა აუდიტორის წინაშე, რადგან ახალგაზრდა მოემზადოს ფაქტობრივად სიტყვისთვის, რაც უნდა წარმოთქვას. თქვენ გახსენთ ქართული ვებგვერდი, სადაც უკეთ შეუძლიათ ჩვენს ახალგაზრდებს მიიღოს დაწვრილებითი ინფორმაცია, ხო ესეა? დიდი მადლობა, თავად მავიწყდებოდა ამის აღნიშვნა. დიახ, სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ მე-5 წელია 2012 წლიდან საქართველოში ხორციელდება, როგორც თქვი, ვებგვერდი, როგორც ასეთი სრულფასოვანი არ არსებობდა. ქართულ ენაზე ზოგადად ინფორმაციის სიმწირესთან გვაქვს ხოლმე საქმე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში და მაქსიმალურად ვეცადე როგორც ინგლისურენოვანი ინფორმაციის აკუმულირება და რაღაც ნაწილის თარგმნა ქართულ ენაზე, ასევე რაღაც ტექსტები თავიდან ბოლომდე მომიწია დამეწერა, რადგან არც ინგლისურ ენაზე არ არსებობდა. ამ საიტზე ნახავს ინფორმაციას, ახალგაზრდები ნახავენ ინფორმაციას გაეროში ახალგაზრდების საქმიანობაზე, ჩართულობაზე, კონკურსის შესახებ დეტალურად, ასევე მიმდინარე პროექტებზე. ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია საერთოდ. დიახ, მაგრამ Facebook გვერდი უფრო აქტიურია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უფრო დინამიურია და მოდით ვთხრათ ზუსტად Facebook მისამას თუ შეიძლება. დიახ, ცოტა გრძელი არის, იმიტომ რომ ეს ისეა უკვე როგორც დამხვდა. UN Youth Georgia არის იმ შემთხვევაში თუ ინგლისურად ჩაწერთ და თუ ქართულად, მაშინ საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში. ხოლო ვებგვერდი ეს არის UNYD-G, ანუ Y-ით, ესეც UN Youth Delegates შემოკლებული, ანუ აბრევიატურა. ძალიან საინტერესო არის თქვენს გაეროში გამოსვლას ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვაპირილს. თუ შეიძლება გვიამბეთ მისიასთან, რა თქმა უნდა, თქვენ ითვლებით დიპლომატად. დიპლომატიური თანამდებობის, ასე ვთქვათ, სახენაირი სახეობა, სტატუსი არის და ვიცით ზოგადად ცნობილი, რომ დიპლომატიური სფეროში არსებობს რაღაც იერარქია და ასე შემდეგ. რამდენად ასე თქვათ, რა იყო თქვენი კავშირი და დამოკიდებულება იგივე გაეროს მისიასთან, რამდენად დაუშვათ ამოწმებდნენ ისინი თუ რაღაც ინსტრუქციებს გაძლევდნენ ერთმანეთთან დაკავშირებით, რა საკითხებზე უნდა გესაუბრათ, ან პირიქით არ გესაუბრათ იგივე გამოსვლაში თუ უფრო არაფორმალურ სიტუაციებშიც, ამაზე რო გითხრათ. და იგივე მაგალითად, როდესაც მოხდა უკვე, როდესაც გიპასუხა რუსეთის დიპლომატმა, მას შემდეგ პასუხთან დაკავშირებითაც რამდენად დიდი იყო იქაური მისიის ჩართულობა. აი ძალიან საინტერესო კითხვა დამისვით, მადლობა ამისთვის. რეალურად მე ვფიქრობ, რომ ალბათ წლიდან წლამდე და გააჩნია ასევე კოორდინატორი, ვინ დახვდება ახალგაზრდას, როდესაც ჩავა, როგორც ასეთი ხელშეკრულებით, მსგავსი რამ, ანუ მართალეს დიპლომატიური წოდება, როგორც ასეთი, მაგრამ რეალურად არ ვარ ხომ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანაშემწე არ ვარ, ანუ აფილირებული ვარ უბრალოდ სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, რადგან დაფინანსება ამ პროექტის მოდის მათგან და ასევე აფილირებული ვარ გაეროსთან, მაგრამ როგორც ასეთი, თვითონ კონტრაქტსაც რო გადავხედოთ და თვითონ ამ პოზიციის არს როგორც ასეთი ვარ დამოუკიდებელი, ანუ რეალურად არ არსებობს უფროსი, არც დაქვემდებარებული პირი და ყველას აქვს ანუ კონსულტაციის სახით და იქიდან გამომდინარე, რამდენიც მაინც მანდატი სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მხრიდან არის მონიჭებული საგარეო საქმეთა სამინისტრო მაინც კოორდინირებაში გეხმარება იქ გაეროსთან. ნუ გაეროში რა თქმა უნდა მისიასთან ჭიდრო კონტაქტი იყო, თუმცა ესეც სავარაუდოდ ისევ პიროვნულ დონეზე დადის, შეიძლება ყოველ წელს ვარირებდეს ეს რა დონეზეა. ჩემ შემთხვევაში ახალგაზრდა ქალი არის, რომელიც ვიდეოშიც ასევე ჩანს, რომელიც ერთ-ერთი მისიის ერთ-ერთი წევრია და მას ეხებოდა მის პორტფელში შედიოდა ახალგაზრდობის წარმომადგენლის კურირება იმ გაგებით, რომ დაგაკვალიანოს, გაგარკვიოს რჩევები მოგცეს, რადგან სწორედ ის, სადაც მე სიტყვით წავდექი, ეს ხომ იყო მესამე კომიტეტის სხდომა და ეხლაც, როდესაც სოციალური განვითარების კომიტეტზე წავდექი სიტყვით, ახლა ხანს ჩამოვედი 3 დღის წინ, თვითონ ეს სხდომები უკვე ეხებოდა ამ ადამიანს და აქედან მისი პორტფელიდან გამომდინარე, იგი იყო ჩემი კურატორი. აი, თუნდაც ის, რომ მაგალითად თქვენ რუსეთთან დაკავშირებით ლინგვისტური გენოციდის საკმაოდ ისეთი ენა გამოიყენეთ პირდაპირი და შეიძლება ითქვას ძლიერი ის რომ თქვენ პასუხი გაეცით შემდგომში ამაზეც დიახ დიპლომატს ამას რა შეფასება მოყვა იგივე საგარეო საქმეთა სამინისტროდან თუ მისიიდან დადებითი უარყოფითი ზედმეტი იყო გადამეტებული იყო რა ვიცი რა გითხრეს ზედმეტი და გადამეტებული რომ ჩაეთვალოთ, რა თქმა უნდა, ესე დაუკითხაობა არ არის, განუკითხაობა არ არის, რა თქმა უნდა და ასე არ ხდება. მაგრამ რეალურად, ამიტომ სხვა ქვეყნების მაგალითზეც რომ გითხრათ, იყვნენ ახალგაზრდობის წარმომადგენლები, რომელმაც ზოგჯერ დააფიქსირეს თავის სიტყვაში ესეთი პოზიციები, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდებოდა ქვეყნის პოზიციისგან. ანუ ასეთი შემთხვევებიც იყო. ამ შემთხვევაში უბრალოდ ახალგაზრდობის წარმომადგენელმა აუცილებლად უნდა აღნიშნოს თავის სიტყვაში, რომ ის საუბრობს
within my competence ესეთი სამი სიტყვა არის, ესეთი ჯადოსნური სიტყვა, ანუ რა თავისი გადმოსახედიდან საუბრობს იმისათვის, რომ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები რომ უსმენენ, ამ დროს არ ჩათვალონ, რომ ეს არის ქვეყნის პოზიცია. ჩემ შემთხვევაში, რამდენადაც მე დელეგაციის წევრად ვითვლებოდი ფორმალურად, მე ვსაუბრობდი საქართველოს სახელით, ამიტომ რა თქმა უნდა, მსგავსი რაღაცა არ შეიძლება, რა თქმა უნდა, შეთანხმებული უნდა იყოს. თუმცა სიტყვას რა თქმა უნდა თავად ვწერთ და შემდეგ ამ სიტყვას აუცილებლად სჭირდება დასტური. ანუ დასტურს უკვე ისინი კითხულობენ და დასტურს გაძლევენ. ჩემ შემთხვევაში, პირველი სიტყვის შემთხვევაში არანაირი პრეტენზია არ ყოფილა. და ანუ არც ამ ტერმინებთან. ლინგვისტური გენოციდიც ისე დარჩა. რეალურად არ იყო ის ისეთი არაფერი, რაც ანუ პოლიტიზირებული არ იყო ეს სიტყვა, საუბრობდი სოციალურ თემებზე, ადამიანის უფლებებზე საუბრობდი და ეს მართლა ის არის, რაც ხდება. აი იცით ჩვენ ქვეყანაში ძალიან ხშირად მე მესმის და გამოკითხვებიდან, რომ აი სოციალურ საკითხებს უფრო ანიჭებს ჩვენი მოსახლეობა უპირატესობას და ეს ოკუპაციის თემები უკან იწევს. თქვენ როგორ ფიქრობთ? ანუ რა კავშირი არსებობს თუ არა რაიმე კავშირი ან ხომ არ არსებობს რაიმე კავშირი ანუ სოციალურ და ამ ოკუპაციის თემებს შორის ანუ რა თქმა უნდა ხომ არ უნდა განვიხილოთ ესენი ერთობლივად და რა თქმა უნდა მე იქ ოკუპაციაზე არ მქონდა საუბარი ეს იყო თავიდან ბოლომდე საუბრობდი ახალგაზრდებზე და მე როგორც ახალგაზრდობის წარმომადგენელი ასევე წარმოვადგენ იმ ახალგაზრდებს რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ ის ქართველი ბავშვები რომელთაც არ ეძლევათ შესაძლებლობა რომ საკუთარ ენაზე მიიღონ განათლება ეს არის თავიდან ბოლომდე სოციალური საკითხი და ეს სოციალური პრობლემატიკა კი სწორედ იქიდან არის შექმნილი და გამომწვევიც ის არის ზუსტად რომ ოკუპაციის პრობლემა გვიდგას. ეხლაც მაგალითად იყო სოციალური განვითარების თემატიკა, სიღარიბის აღმოფხვრა ძირითადი. ამ სიტყვაშიც მე ვახსენე მაგალითად ის რომ ახლახანს რომ გამოაცხადეს გამშვები პუნქტების ჩაკეტვასთან დაკავშირებით, ანუ ზუსტად იქ გაეროში ვიყავი უკვე რომ ტელევიზიით მოვისმინე, ეს ახალი განცხადება იყო და ერთ დღეში ეს ინფორმაციაც დავამატე ზუსტად გამოსვლის წინა დღესთან იყო რაც ვნახე ტელევიზიაში ექსპერტებიც საუბრობდნენ რომ საერთაშორისო დონეზე არ გაჟღერებულაო და საერთაშორისო დონეზე აუცილებლად სჭირდება ამას რაღაცნაირი ლობი ქართული და ესეც აუცილებლად ჩავსვი სიტყვაში რადგან ეს არ არის იქ აქაც იგივეა თავისუფალი გადაადგილების პრობლემა ისევ განათლების მიღების პრობლემა რა თქმა უნდა როდესაც გიგრძელდება და კილომეტრები გიწევს რომ ათობით კილომეტრი უნდა გაიაროს ახალგაზრდამ რომ მიაღწიოს სკოლამდე სადაც მიიღებს მშობლიურ ენაზე განათლებას ეს არის სოციალური საკითხი და რუსეთი როგორც ასეთი ამ სიტყვაში უკვე თვითონ რუსეთი არ მიხსენებია თუმცა რა თქმა უნდა ოკუპაციის თემა აქაც იყო ისევ იმიტომ რომ ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია თქვენ ახსენეთ რომ საუბრობთ რა თქმა უნდა მთელი საქართველოს და მათ შორის სამხრეთოსაც და აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდების სახელით თქვენი აზრით როგორ გაგვაცნოთ ჩვენს მაყურებელსაც როგორ წარმოგიდგენიათ აფხაზებთან და იგივე ოსებთან დიალოგი იმ ადამიანებთან რომლებიც კონფლიქტში არიან საქართველოსთან ასე ვთქვათ და რომლებიც არ ეთანხმებიან რაღაც ამ საქართველოს პოზიციას. რამდენად როგორ წარმოგიდგენიათ ამ ადამიანებთან ნდობის აღდგენის პროცესი და არის ეს უფრო მნიშვნელოვანი თუ მაინც რუსეთის ფაქტორი იქნება ყველაზე გადამწყვეტი აი ამ კონფლიქტის მოგვარებაში. და თუ იცით მათი შეხედულებების შესახებ თუ გქონიათ საუბარი თვითონ მათთან? რა თქმა უნდა მე ნოემბერშიც ვიყავი არა ოქტომბრის ბოლოს ვიყავი ბელგრადში სადაც ოსებს შევხვდი ნოემბერში სანქტ-პეტერბურგში ვიყავი და რუსებთან მქონდა შეხვედრა და ახლაც მივემგზავრები 18 რიცხვში პოლონეთში სადაც ისევ ოსებთან მაქვს შეხვედრა ოს ახალგაზრდებთან რა თქმა უნდა ძალიან მათი პოზიცია ხისტია ეს ყველამ ვიცით მაგრამ მეორე მხრივ ჩვენი პოზიციაც არის ხოლმე ხისტი მაგრამ ეს ის არ არის ანუ ეს ის საკითხები არ არის არც იქ გაეროში ამ სიტყვით ქვეყნის ერთიანობის ბედი არ წყდებოდა, უბრალოდ არის საკითხები, რაც აუცილებელია ყოველთვის საერთაშორისო ფორუმებზე ეს მსგავს, ანუ საერთაშორისო გაჟღერდეს, რადგან ჩვენ თავად თუ არ მოვახდინეთ ამის გაჟღერება, მით უმეტეს შემდეგ მათ არ აინტერესებთ. ანუ ჩვენ თავარი მიღწევა, რატომაც მეც ვთვლი, რომ ეს გამოსვლა იყო წარმატებული, ის იყო, რომ დღის წესრიგში მოვახერხე, რომ და ეს საკითხი დაყენებული იყო, ის რომ მთელი იქ ჩემი ყოფნის ერთი თვის მანძილზე საქართველოს თემატიკა იდგა, ის რომ რუსეთი
პასუხი გაქვთ, ანუ ესეც იმას ნიშნავს, რომ მათთვისაც მნიშვნელოვანი იყო და სხვათა შორის ძალიან გამიკვირდა, როდესაც მე სანქტ-პეტერბურგში ვიყავი რუს ექსპერტებთან შეხვედრაზე და აღმოჩნდა, რომ მიცნობდნენ, ეს ვიდეოც ჰქონდათ ნანახი და აღმოჩნდა, რომ რუსულ პრესასა და ტელევიზიაშიც ტრიალებდა, რაც ძალიან გამიკვირდა, რადგან ვიცით, როგორი მტკივნეულია ხო ჩვენთვის ეს ოკუპაციის თემა, მაგრამ არ ველოდი, რომ მათთვისაც ამ ხელა მნიშვნელობის მატარებელი იყო, ანუ ეს კიდევ ჩვენი მიღწევა ის, რომ ანუ მათთვისაც როგორი მნიშვნელობის მატარებელი იყო, რომ აი იქ ზუსტად იმ გენერალურ ასამბლეაზე ეს გაჟღერდა. მე ამასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გკითხოთ, წინ, ანუ საქართველოს უკვე თქვენ მეხუთე წარმომადგენელი ბრძანდებით. მანამდეც რა თქმა უნდა ყოველ გამოსვლაში ეს თემები ასე თუ ისე იყო ნახსენები, მაგრამ რუსეთის მხრიდან ამას დიპლომატების დონეზე და ოფიციალური განცხადებების დონეზე ამას გამოხმარება არ მოყოლია. თქვენი აზრით, რატომ მოხდა ეს ამ შემთხვევაში, რატომ გახდა ეს ესეთი მნიშვნელოვანი მათთვის, რომ ამას ესე ვთქვათ პასუხი გასცეს? აქ ორი მომენტია. ერთი, რომ ალბათ მაინც რაღაც იმ მომენტში თვითონ დარბაზშიც ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ეფექტური გამოვიდა ეს გამოსვლა და დარბაზის რეაქციიდან გამომდინარე და მეორე იყო უკრაინის მომენტი, რადგან უკრაინის წარმომადგენელიც ძალიან მსგავსი რიტორიკით იყო და ჩათვალა საჭიროთ ესეთი უკვე ესეთი ორმაგი შეტევა, ასე ვთქვათ, რომ ვთქვათ, ჩათვალეს საჭიროთ პასუხის გაცემა. თუმცა მე როგორც ვიცი, ზოგადად რუსეთის ხსენება ხდება მათთვის არასასურველ კონტექსტში, როგორც წესი, ისინი აუცილებლად იყენებენ ხოლმე პასუხის უფლებას. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ასე არ არის, მაგრამ დიდი შანსი არის. ანუ მე როდესაც ვაპირებდი ამ თემის გაჟღერებას, მეც გამაფრთხილეს, რომ არის დიდი შანსი იმისა, რომ რუსეთმა მოინდომოს პასუხის გაცემა და ხარ თუ არა ამისთვის მზად. ეს კითხვა მე დამისვეს, ანუ მე ეს ვიცოდი წინასწარ, რომ მაგრამ არ მეგონა, იმიტომ რომ მე სიტყვით გამოვედი დილის 10 საათზე, პირველი სესია რო დასრულდა, მე აღარც ვფიქრობდი უკვე რომ გამოხმაურებას აპირებდნენ და საღამოს 6 საათზე უკვე მეორე სესია რო იხურებოდა, სულ ბოლოს გამოიყენეს ეს უფლება რუსებმა. დღევანდელი პოზიცია გაეროს საქართველოს მიმართ, როგორი დამოკიდებულებით სარგებლობთ? და ასევე უნდა მეკითხა აუცილებლად გაეროში კიდევ ამას რა გამოხმაურება მოყვა, რა შეფასებები სხვა სახელმწიფოების მხრიდან, სხვა სახელმწიფოების ახალგაზრდობის წარმომადგენლების თუ ასე ვთქვათ სრულ განაკვეთიანი დიპლომატების მხრიდან. ქონდათ სრული მხარდაჭერა იყო ნამდვილად საქებარი სიტყვებით დავიმსახურე ბევრი როგორც ჩემი კოლეგებისგან, ისევე მაღალი რანგის დიპლომატებისგან, როგორც მე ვიცი, ასევე მისიისგანაც რომ მათთანაც შევიდა რაღაც წერილები. თუნდაც ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ახლა როდესაც დავბრუნდი გაეროში, ისე ძალიან დადებითად შემხვდა ყველა და ხელახლა ფაქტობრივად მეორე ხელახლა მივიღე წინა გამოსვლაზეც კომპლიმენტები. ეს იყო ფაქტობრივად იქაური გამოხმაურება, რაც იყო ჩემი გათვლა, რომ ადგილობრივ დონეზე სხვა ქვეყნებისთვის ყოფილიყო ეს რაღაცა მნიშვნელობის მატარებელი, რაღაცნაირი ის მომენტი, რომ რუსეთმა ისიც კი მოახერხა ფაქტობრივად, რომ ჩვენი დახმარების გარეშეც უკვე პასუხის გაუცემლადაც სულ რომ პასუხი არ გასცე რუსეთს, უკვე გასაგებიც კი არის ხოლმე, რომ მათი განცხადებები არის მცდარი. ჩვენ როგორც ვიცით, ამ გამოსვლის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებმა მიგიწვიეს, ხო, მათ ღონისძიებებზე თუ როგორც ზოგადად ახალგაზრდობის წარმომადგენლებს აქვთ ხოლმე ბევრი მიწვევა, მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც კარგად წარსდგები, შესაბამისად კონტაქტებსაც მეტ სამყარებ, შესაბამისად მეტ ადამიანს გაიცნობ, მეტი ადამიანი დაინტერესდება შენით და შესაბამისად მე უკვე მოწვევების რიცხვიც მატულობს. თუმცა როგორც ასეთი ახალგაზრდობის წარმომადგენლებს, ყველა ქვეყნის ახალგაზრდობის წარმომადგენლებს გარკვეული მოწვევები მთელი წლის მანძილზე აქვს ხოლმე. ჩემ შემთხვევაში უბრალოდ ის იყო, რომ მოვახერხე აი ამ სწორედ ამ სიტყვით გამომდინარე და არა მარტო სიტყვა, იქ დაახლოებით 1 თვე ვიყავი გაეროში და გვერდითი ღონისძიებაც გამართე საკმაოდ მასშტაბიანი, ასევე სხვა ღონისძიებებში ახალგაზრდების სამეწარმეო საქმიანობას ეხებოდა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე და აღმოჩნდა, რომ ზუსტად ძალიან დროული თემა იყო, რადგან გაეროში ზუსტად ამ საკითხებზე მიდიოდა იმ დროს მუშაობა და ამითაც ძალიან
აი ახლაც კი როდესაც გაეროში ჩავედი, ახლაც კი მსგავს თემებზე მიდიოდა მუშაობა. რომელი ქვეყნების წარმომადგენლები არიან ძირითადად, რომელი ქვეყნებს აქვთ ხოლმე ახალგაზრდობის წარმომადგენლები? ნუ რა თქმა უნდა, ყველას ვერ ჩამოთვლით, მაგრამ რეგიონულად, ანუ უფრო დასავლეთ ევროპა, პოსტსაბჭოთა სივრცეა, აფრიკა, აზია, აღმოსავლეთი. ასე ვერ ვიტყვით, მაგრამ თქვენ მაგალითად მიხვდებით თავისთავად რომ აი რუსეთს არ ყავს მაგალითად ახალგაზრდობის წარმომადგენელი. აი იტალიას არ ყავს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, მაგრამ ასევე ალბათ თქვენც ლოგიკურად მიხვდებით ჰოლანდიას აუცილებლად ყავს, ხო? გერმანიას ყავს. განვითარებულ ქვეყნებს რომ სადაც შვედეთი, სადაც ყურადღება ექცევა ახალგაზრდებს, სოციალურ საკითხებს, განათლებას, მსგავსი და ძალიან უწყობენ ახალგაზრდებს ხელს, მათ აუცილებლად ყავს წარმომადგენელი, ასევე საქართველო, უკრაინა, ამ შემთხვევაში ქვეყნები, რომელიც მივისწრაფით რაღაც საერთაშორისო ასპარეზზე გვინდა რომ დავიმკვიდროთ სახელი გამოვჩნდეთ და შესაბამისად მსგავს შესაძლებლობები როდესაც გვეძლევა და მსგავს პროგრამების მონაწილეობის საშუალებას გვაძლევს გაერო, მაქსიმალურად ვიყენებთ. ლათინური ამერიკა ყველაზე ნაკლებად არის წარმოდგენილი. ასევე აუცილებლად უნდა გკითხოთ გაეროს ასე ვთქვათ გაზრდასთან და მის მოცულობის გაზრდასთან ასე ვთქვათ დაკავშირებით. ის როგორც ყველამ ვიცით, თავიდან 1945 წელს შეიქმნა, კი არა და 5-6 წელს მოკლედ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ძირითადად მაინც ომების თავიდან აცილების მიზნით. ანუ უშიშროების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. თუმცა დღეს ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან მრავალფეროვანი არის გაეროს მუშაობის თემატიკა, დაწყებული საავტორო უფლებებიდან, ჯანდაცვა თავისთავად, შრომა და ასე შემდეგ. ფაქტობრივად გაეროს უფლებამოსილებები და კომპეტენციები თანდათან იზრდება, მისი როლი სახელმწიფო ხელისუფლებებთან შედარებით ძალიან ეთერში უნდა ჩავთვალოთ. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ? გესალმებით ახალგაზრდებო და გეტყვით მე იმას, რომ ქართველი ადამიანის რესურსიდან გამომდინარე, საერთოდ ვამაყობ თქვენნაირი ახალგაზრდებით, რომელთაც შეუძლიათ არა მარტო თავის მართვა, არამედ თაობის, თანატოლების ლიდერობაც. და რა თქმა უნდა, ადამიანებთან ურთიერთობაში სუბორდინაციაა საჭირო, როგორც პატივისცემა, ასევე სამსახურეობრივი დისციპლინის დაცვა. და ამის ნათელი მაგალითი ხართ და ბრძანდებით თქვენ ახალგაზრდა ქალბატონო, რომელიც აი ელჩი ხართ და წარმომადგენელი საქართველოს ყველა ქვეყანაში. ჩვენს ახალგაზრდებს რომ სახელმწიფოებრივი როლი აღელვებს და პირადი როლი აქვს სამშობლოს წინაშე, ეს არის ძალიან სასიამოვნო. და თქვენ ამაყად ეთქვით თქვენ შვილებს რომ ხმა აიმაღლეთ ანტიეროვნული პოლიტიკის მიმართ მაგალითად, რასაც ბევრი პოლიტიკოსი ვერ დაიკვეხნის. ხოლმე თანხმებით, მთავრობა თუ ეროვნულია, უფლება არ აქვს ფუფუნებაში იცხოვრობს და ამაზე ხმა არავინ ამოვიღოთ. ჩვენ ხომ ქართულ მიწაზე დავდივართ, ჩვენ ხომ უკვე კავშირში ვართ ამით ჩვენ ბუმბერას წინაპრებთან და ჩვენ თუ მიწა გავასხვისეთ მაგალითად აღარ გვექნება საერთოდ ქართული მიწა. და ეს მარადიული ბრძოლაა რა თქმა უნდა ჩვენი პატარა ერისთვის და იმედია ბევრი რამ შეიძლება თქვენნაირი ჭკვიანი ახალგაზრდებით. და დაამტკიცებთ იმას, რომ ცივილიზაციის აყვანი სწორედ აქ იყო პირველ რიგში და ჩვენ არ ვართ არავითარი კლანების თანამოაზრენი და სიტყვის თავისუფლებას დაცულია. წარმატებები მინდა გისურვოთ. ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად უნდა გავაგრძელო ეს კითხვა, რომელიც ვერ დავასრულეთ და ვერ ვისაუბრეთ ამაზე. რამდენად ანუ გაეროს გაფართოებას, რა თქმა უნდა, თავისი ბევრი დადებითი ფუნქციაც აქვს და შეიძლება რაღაც უარყოფითი ეფექტებიც ჰქონდეს. ამაზე რომ გითხრათ თქვენი მოსაზრება, როგორც მკვლევარის, პოლიტიკის მეცნიერების ექსპერტის და ასე შემდეგ, რამდენად რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები მოყვება ამას, განსაკუთრებით მცირე ზომის სახელმწიფოებისთვის, მათი თვითგამოხატვისთვის და თვითმყოფადობისთვის. ეს ერთი ცალკე გადაცემის თემა იქნებოდა ალბათ, მხოლოდ ამაზე რომ ვისაუბროთ. მაგრამ ბევრი არსებობს, ხო, განსხვავებული აზრი საერთოდ გაეროს საქმიანობასთან დაკავშირებით, ბევრი მას უფუნქციო ორგანიზაციასაც კი უწოდებს და მოლოდინი ხოლმე მის მიმართ არის ნაკლები. მაგრამ რეალურად რაც არ უნდა ვთქვათ, აი ახლა ზუსტად ის, რაზეც ჩვენ მუშაობთ და რაზეც ჩემი საქმიანობა,
რასაც უკავშირდება და საერთოდ მთელი გაერო, რაზეც არის გადაწყობილი, ხო, 2015 წლის შემდგომი აჯენდა, ანუ დღის წესრიგი, მდგრადი განვითარების მიზნები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოიცავს ზუსტად იმ მრავალფეროვან საკითხებს, რაზეც თქვენი საუბრეთ, ფაქტობრივად ყველა იმ საკითხს კი, რაც ადამიანს აწუხებს და სახელმწიფოს აწუხებს. თავარი ის არის, რომ მან მოახერხა ისეთი რაღაც, რომ სისტემაში ჩასვა ეს ყველაფერი და სახელმწიფოებს ფაქტობრივად თუ იძულების წესით არა, ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირი მოწოდების სახით მაინც იმას ახერხებს, რომ ერთი წაგვიყვანოს განვითარების მხრივ და გვიწევს უკვე რომ ცოტა სხვანაირად ვიფიქროთ, მით უმეტეს ვინც წევრი ვართ და გვინდა რომ საერთაშორისო დონეზე რაღაც გვეთქმოდეს, ერთი გზით წავიდეთ, რაღაცნაირი პასპორტივით გაკეთდა, რომელიც ყველა ქვეყანა ამას იყენებს. და ეს ნამდვილად დიდი დამსახურება, რა თქმა უნდა, რიტორიკა არის ძალიან დიდი, საუბარი ყოველთვის მეტი არის, ვიდრე ქმედება, მეც რომ მეკითხებიან ხოლმე თუ რა იყო შედეგი, გასაგებია კი ბატონო გააჟღერე, წარმატებით იქ დაინტერესდნენ, ტაში დამიკრეს, ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში რა გაკეთდა, რა თქმა უნდა, არ მაქვს პრეტენზია, რომ ეს ან ქვეყანას გააერთიანებს, ან ახალგაზრდების პრობლემატიკას გადაწყვიტავს, ან ასე შემდეგ, მაგრამ სწორედ ესეთი საერთაშორისო ფორუმები, რომელსაც ქვეყნის ლიდერები ესწრებიან, პოლიტიკური ელიტა ესწრება და არა მარტო პოლიტიკური, გაეროს ეგ აქვს ასევე ძალიან საინტერესო, რომ ამ შემთხვევაშიც იქ როგორც ბიზნესი, ისე მედია, ისე აკადემია, წარმომადგენლები, რომ რაღაცნაირად ერთად პოზიციები გინდა არ გინდა ერთმანეთს უახლოვდება, იქიდან გამომდინარე, როდესაც ყველა ქვეყანა აკეთებს განცხადებას და ეს რომ იყოს აბსოლუტურად ამოვარდნილი, შენი მიზნები გიწევს, ხო იქ საუკეთესო პრაქტიკების რომ წარადგინო შენი ქვეყნიდან. ანუ ასე თუ ისე რაღაცნაირად ეს რიტორიკაც გაიძულებს, რომ საქმე გააკეთო. რა თქმა უნდა, საერთაშორისო ურთიერთობებში არსებობდნენ ნიშნავს იმას, რომ შენზე ლაპარაკობდნენ და საუბრობდნენ თუნდაც აქ და მოდი თქვენს შემდგომ ანუ ამასაც ნუ დავუკარგავთ ნამდვილად გაეროს, თორემ რა თქმა უნდა, მისი ძალიან ბევრი ნაკლოვანება და არა მხოლოდ გაეროსი, არამედ ზოგადად რეგიონალური და საერთაშორისო ორგანიზაციების ყველამ ვიცით. სანამ ჩვენ უკვე თქვენს მომავალ გეგმებზე ვისაუბრებთ, მინდა კიდე კითხოთ, ისევე როგორც საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტს და გამოცდილების მქონეს, რატომ ხდება, რომ საქართველოს დღევანდელ საქართველოში ნატოს გაწევრიანებას და ნატოსზე საერთოდ საუბარი გაცილებით უფრო ნაკლებად ისმის, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო და აქცენტი ძირითადად მხოლოდ ევროკავშირზე კეთდება. რატომ მოხდა ასე, რომ ნატო თითქოს მეორე ხარისხოვანი პრიორიტეტად იქცა? ალბათ ზოგადად ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაც თუ შეატყობთ ხო საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისითაც ამ ხრივ რიტორიკაც შერბილებულია, რაც შეიძლება ნაკლებად საუბრობთ უფრო ძალისმიერად, ნაკლებად ხმარობთ მსგავს ტერმინებს, ნაკლებად ვაღიზიანებთ უკვე ასევე ოკუპანტსაც. ეს ყველაფერი ამ ერთიანი პოლიტიკის ნაწილია, რა თქმა უნდა. თან რეალობასაც რომ შევხედოთ, იყო ისეთი პერიოდი, როდესაც იდგა ნატოში გაწევრიანების საკითხი ბევრად უფრო რეალური იყო, ვიდრე ეს არის დღეს. და აქედან გამომდინარე დღის წესრიგში მისი დგომაც იყო უფრო ერთ-ერთ სტატიაში მე წავიკითხე მოსაზრება, რომ ფაქტობრივად 2008 წლის ომის შემდეგ ნატოს კარი საქართველოსთვის დაიკეტა. რამდენად დაეთანხმებით თქვენ ამ მოსაზრებას და ამის გამო ხომ არ არის, რომ უკვე ნატოზე საუბარი რა თქმა უნდა, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზიც არის, რა თქმა უნდა, რომ ნაკლებად არის დღის წესრიგში, მაგრამ მეორე მხრივ ევროკავშირთან არც ევროკავშირში გაწევრიანებაც არ არის დღის წესრიგში, მაგრამ უბრალოდ საქართველოს ასოცირებული ქვეყანა არის ჩვენთან ვიზა ლიბერალიზაციის თემა და ამ შემდეგ სხვა ბევრი საკითხია, ანუ ევროკავშირის ბევრი სხვა ტიპის ხო საკითხია, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, მაგრამ გაწევრიანების კუთხით, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში არც ეს არ დგას ჩვენთანაც ვიცით რა ევროკავშირში რა. ეხლა უკვე გადავიდეთ თქვენს შემდგომი საქმიანობის შესახებ, თუნდაც შეხვედრების შესახებ ახალგაზრდებთან. რამდენად დატვირთულია ეს გრაფიკი, ახსენეთ წეგან რაიონებიც, რომელ რაიონებში ჩადიხართ ხოლმე და მათი პოზიციები ზოგადად ახალგაზრდების პოზიცია დღეს რა არის? დაახლოებით და მე როგორც ვიცი, რაღაცა გაიხსნა ხო ახალგაზრდული ცენტრები. და ამის შესახებაც გვიამბეთ შეიძლება. კი ბატონო, ძალიან სასიხარულოა, რომ არის ახალგაზრდა
ახალგაზრდული ორგანიზაცია კიდე ცალკე არის, მაგრამ ანუ ახალგაზრდული საქმიანობით დაკავებული ორგანიზაციები, რომლებიც ფონდები მათ აქვთ გაეროსგან და ევროკავშირისგან ძირითადად, ფინანსური საშუალება და ძალიან ბევრ კარგ კეთილ საქმეს აკეთებენ ახალგაზრდებისთვის რეგიონებში. ახალგაზრდული ცენტრის რამდენიმე ახალგაზრდული ცენტრის გახსნას თავადაც დავესწარი. და ძალიან მოხარული ვარ, რომ არის ეს აქტივობა. თუმცა ყველა რეგიონში არ არიან, რაც ასევე ძალიან სამწუხაროა, 3-4 რეგიონში არის ძირითადად ხოლმე. გურია ყველაზე მიტოვებულია ამ ხრივ, რასაც ძალიან მწუხვარ. რეგიონებს შორის არის ძალიან დიდი სხვაობა, ასევე შიგნით რეგიონშიც ქალაქებსა და სოფლებს შორის, მაგრამ ისიც ხანდახან გამკვირვებია, რომ ქალაქში ბევრად უკეთეს სიტუაციას ველოდი და სოფლად უკეთესი სიტუაცია დამხვედრია. ანუ ძალიან განსხვავებული სურათია და ამიტომ სულ ფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მართლა ყველგან ჩახვიდე, გაესაუბრო სტატისტიკა, რაღაც ერთიან სურათს ქმნის, მაგრამ სულ სხვა სიტუაცია გვხდება ადგილზე. ასევე ეკლესიების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე ჩემს სიტყვაშიც ვისაუბრე. ახლანდელ სიტყვაში, რომ აღმოვაჩინე სხვადასხვა რეგიონში, სადაც ჩავედი, რომ ახალგაზრდების განათლებაში ძალიან დიდ როლს თამაშობდა ეკლესიასთან არსებული საგანმანათლებლო ცენტრები, რომლებიც ასევე პირადი შემოწირულობების და ასევე საპატრიარქოდან ფინანსდებოდა და ეს ახალგაზრდები იყვნენ არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, ძალიან განვითარებულები, ინტელექტუალურები და სადაც ესეთი მსგავსი ტიპის დაწესებულებები იყო, ბევრად განვითარებული იყო. ბევრად კი უკეთესი შედეგი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ უკვე ეს განათლებული ახალგაზრდები შემდეგ რაღაც პროექტებს ახორციელებდნენ, თავადაც დონორებს უკავშირდებოდნენ და სოფლის განვითარებაში იღებდნენ მონაწილეობას. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, ყველაზე მნიშვნელოვანი რა აწუხებს დღევანდელ ახალგაზრდობას, თუ შეიძლება გითხრათ. სიღარიბე არის ძალიან, სიღარიბის ახმოფხვრა ზუსტად ის თემა, რაზეც ახლა ვსაუბრობდი, მაგრამ ამას როგორც ესე ცალკე ამას არ საუბრობენ, არის საუბარი ყოველთვის უმუშევრობაზე, ანუ დასაქმებაზე, მაგრამ კიდევ მეორე მნიშვნელოვანი, რასაც ნაკლებად მახულდება ხოლმე ყურადღება, ის არის, რომ არა მხოლოდ უმუშევრობა, არამედ მომუშევართა სიღარიბეს, working poverty არის ესეთი რაღაც, ანუ მე მუშაობ, მაგრამ შემოსავალი იმდენად დიახ, შემოსავალი იმდენად პატარაა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში ხო, სტუდენტები რომ მუშაობენ საქმეებს, რომ მათ ძალიან წუხდნენ ამაზე, რომ დასაქმებაც კი არ უმჯობესებთ სოციალურ მდგომარეობას. შემდეგ მოდის უკვე ხოლმე განათლების ხარისხი და ხელმისაწვდომობა და ძალიან სამწუხარო ტრენდი, რომ ყველას აბსოლუტურად, ანუ სოფლიდან ის კი არ უნდათ, რომ ქალაქში ჩამოვიდნენ სიტყვაზე. ანუ პირდაპირ იქიდანვე უკვე საზღვარგარეთ უნდა ყველას გასვლა. ანუ საზღვარგარეთის მე აუცილებლად უნდა გითხოთ, თქვენ 18 წლიდან ევროპაში ცხოვრობთ, როგორც გავიგე და როგორც ცნობილი არის. რა თქმა უნდა, თქვენს ფაქტობრივად თქვენსა და იქ რეგიონებში ცხოვრებ მოსახლეობას შორის და ახალგაზრდებს შორის არსებობს ნამდვილად სოციალური უფსკრული თუ არა მნიშვნელოვანი სხვაობა და ნაპრალი. რამდენად გაგიადვილდათ თქვენ მათი გაგება და მათი საჭიროებების და რამდენად კომფორტულად გრძნობდნენ ისინი თავს თქვენთან მათ საჭიროებებზე საუბრისას? თავიდანვე აუცილებლად ეს აღნიშნოთ, რომ საზღვარგარეთ ცხოვრება თავისთავად არ ნიშნავს არც ფუფუნებაში ცხოვრებას და არც ნებისმიერ სხვა რამეს. სტუდენტური ცხოვრება, მით უმეტეს საზღვარგარეთ, არის ძალიან რთული. და ბევრად მარტივი არის საკუთარ ოჯახში, თბილისში ცხოვრობდე და ოჯახი გივლიდეს, ვიდრე 18 წლის ასაკში საკუთარ თავს შენუვლიდე, შენივე შემოსავალით და შენივე სტიპენდიით და ასე შემდეგ. ანუ ეს მომენტი მე თვითონაც ჩემს ცხოვრებაშიც ბევრი სირთულე მაქვს გამოვლილი. მე მართალია სულ ვიმეორებ, იმიტომ არ არის ეს რაღაც უბრალოდ მართლა ესე იყო, რომ მე გამიმართლა, რომ ყოველთვის მქონდა სტიპენდია, არასდროს მე სწავლაში ფული არ გადამიხდი არც საქართველოში, არც საზღვარგარეთ, მაგრამ ყველამ ვიცით ხომ, რომ სტუდენტური ცხოვრება მაინც არ არის ეს რაღაცა ისეთი ფუფუნება. ამიტომ რაღაც ესე რომ ძალიან დიდი უფსკრული იყოს, როგორც თქვენ თქვით, ასეთ რამეს ნამდვილად არ ვფიქრობ. ერთი, მაგრამ რა თქმა უნდა, სულ რომ საზღვარგარეთ ცხოვროს, რომ არის ცხოვრო, რა თქმა უნდა, დედაქალაქიდან ჩასული ახალგაზრდა რომელიღაც სოფელში, სადაც აბსოლუტურად არანაირი განვითარებისთვის საშუალება არ აქვს,
არაფერი არ არსებობს, ხომ? Რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი სხვაობა, მაგრამ ეს ისედაც გასაგები არის. Რა თქმა უნდა, კომფორტულად გრძნობენ თავს, რომ ესაუბრებიან, რადგან აქ პიროვნული მომენტიც ძალიან დიდია, როდესაც ხედავ, რომ ადამიანი ინტერესდება. მე ძველით ახალი წელიც გიმნაზია პანსიონში გავატარე მაღალმთიან აჭარაში, ანუ როდესაც ინტერესდები პრობლემატიკით და თან იციან, ხო, რომ იმიტომ ვესაუბრები, რომ მათი საჭიროებების დაყენება მსურს. მე თუ ისინი არ გამესაუბრნენ, იციან, ეს არის ორმხრივი ინფორმაციის გაცვლა. რა თქმა უნდა, ისინი ჩემგან იღებენ ინფორმაციას, მაქსიმალურად ვაწვდი ინფორმაციას, რაც აინტერესებთ იქ სტიპენდიების შესახებ, კონკურსების შესახებ, მოტივაციის ასამაღლებელი ლექციებს ვატარებ ხოლმე ხშირ შემთხვევაში, რომ ვცდილობ, რომ იქნებ ანთებული თვალებით გავიდნენ ამ ოთახიდან და ცოტა მეტი გააკეთონ. იმიტომ რომ სკეპტიკურად არის ბევრი განწყობილი არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო არიან ძალიან სკეპტიკურად განწყობილი და მე თავისივე ამ სკეპტიციზმის მსხვერპლი ხდებიან და ეს რაღაცა იქმნება ესეთი მე სტიპენდიებზე უნდა გკითხოთ აუცილებლად თქვენ მაასტრიხტის უნივერსიტეტში სწავლობდით, რომელიც გადასახადი არის საკმაოდ ძვირი და მე როგორც ვიცი, მაგალითად პრემიერ-მინისტრის ფონდი აფინანსებს მხოლოდ დაახლოებით იმის ნახევარს. როგორ მოახერხეთ, რომ ის დანარჩენი გადასახადი რაც არის, რომ თუნდაც მოგეპოვებინათ ეს გრანტები და საერთოდ საქართველოს მთავრობის დაფინანსება არც ერთ ეტაპზე არ მქონია, არც პრემიერ-მინისტრის ფონდი არაფერი მსგავსი არ გამომიყენებია. მაასტრიხტის უნივერსიტეტში ჩემი სწავლა, არა მხოლოდ სწავლა, ამის სწავლის დაფინანსების გარდა ასევე სტიპენდიას მიხვდიდნენ საკმაოდ მაღალს, ეს იყო თვითონ მაასტრიხტის უნივერსიტეტისა და ფონდი ღია საზოგადოების ერთობლივი დაფინანსება. სტიპენდიანტი ვიყავი მათი. საქართველოს მთავრობას აქვს სტიპენდიები, რა თქმა უნდა, რაც ძალიან კარგია. ყოველ შემთხვევაში მე არასდროს არ დამჭირვებია და ყოველთვის ვფიქრობ, როდესაც არის შესაძლებლობები, რომ ამდენი ფონდი არის და უნივერსიტეტები თავადაც მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს აფინანსებენ, ჩემს სახელმწიფოს არ გამოვართ მე. ეხან აღნიშნეთ თქვენ, რომ რაიონებიდან წამოსული ახალგაზრდა სურს ქალაქში ჩაბარება და სწავლა, არამედ პირდაპირ საზღვარგარეთ. აი ეს უბრალოდ რატომ არის ეს პოზიცია? ეს როგორც შეიქმნა უბრალოდ ესეთი რაღაც წარმოდგენა, რომ საზღვარგარეთ ყველაფერი ეს ნამდვილად მიდიან იმისთვის, რომ ისწავლონ თუ უბრალოდ ეს უკვე პოზიციის ასამაღლებლად ხდება. ეს შთაბეჭდილება შეიძლება რჩებოდეს უკვე საზოგადოებას, რომ მხოლოდ იმისთვის, რომ შენ დაამთავრე სწავლა საზღვარგარეთ, უკვე რაღაცას ნიშნავდა, ჩამოხვალდა ვიღაცას გახსოვდა. ვერ ვიტყოდი ასე, იმიტომ რომ დღევანდელი მონაცემებით შეიძლება მე როდესაც პირველად წავედი მაშინ ეს რაღაც გამორჩეული იყო, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით ანუ ეს არ არის რაღაც იშვიათი, რომ საზღვარგარეთ წავიდეს სასწავლებლად სტუდენტი. იმდენი ფონდი არსებობს საქართველოშიც, საქართველოს საზღვრებს გარეთ და ასე შემდეგ, არ არის ეს რაღაცა განსაკუთრებული. ამიტომ მხოლოდ იმის გამო, რომ საზღვარგარეთის დიპლომი გაქვს, უკვე ეს არაფერს არ ნიშნავს დასაქმების დროს და ის კი არა და რაღაც წამყვანი უნივერსიტეტებიც კი ხშირ შემთხვევაში უჭერთ ხოლმე შემდეგ სამსახურის მოძიება. ამიტომ ეს მომენტი უფრო ნაკლებად არის, ალბათ უფრო რწმენის მომენტია და უფრო სჯერათ, რომ ეს რაღაც მაგრამ რა თქმა უნდა ისიც არის ხომ საზღვარგარეთ სადისწავლი საზღვარგარეთ ყველგან საზღვარგარეთ ესე არ არის ანუ რაღაც საზღვარგარეთის ისეთ უნივერსიტეტში სწავლა შეიძლება საქართველოს წამყვან უნივერსიტეტში სწავლა ჯობდეს ერთი მხრივ მეორე მხრივ ხო ანუ ეს არის რა თქმა უნდა მაგრამ ისიც მესმის მე ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს შევხვდი მაგალითად რომელთაც მითხრეს რომ ბათუმის უნივერსიტეტი რომ უწერიათ CV-ში ესეც კი უპრობლემდებათ როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უწერია მეორე ადამიანს მაგრამ მაინც ვცდილობ ხოლმე ყველას დავარწმუნო რომ ეს დიპლომი როგორც ასეთი ხო თუ არ არის რაღაც წარჩინების დიპლომი და შემდეგ რაც თავისთავად რაღაცაზე მეტყველებს ხო მაგალითად ჩემ შემთხვევაში მე მაასტრიხტში წარჩინებით დავამთავრე ერთადერთი კურსდამთავრებული ვიყავი 100 კაციან ჯგუფში როდესაც ეს უკვე იქ წერია ხო მე ბრიუსელში მე სამსახურის მოძიებაში ძალიან გამიმარტივდა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობა ცვილო გამარჯობა ანუ მოხუცებული კაცი ვარ რა რო გიყურეთ აი ვეღარ მოვიწინე რა შვილებს ეცედი ახლოს რო იყო შვილიშვილები ვიყავს ფეზე უფროს ახლოს რო იყო ჩაგიხუტედი შეშამოგერდე შენს განძერს ვენაცვალე ცვილო ღმერთმა გვიმრალოს წენაირები ღმერთმა გვიმრალოს გოგოების და ბიჭების კოცი და კოცი შეშამოგელეთ კარგად ეყოლე უღრმესი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ესეთი სიტყვისთვის
დიახ, უბრალოდ იმის დავამთავრებ ამ აზრს, რომ ვცდილობ ხოლმე ყველას ავუხსნა, რომ ცარიელი ეს ფურცელი საქმეს ვერ აკეთებს, ანუ მაინც ყველას დამსაქმებელს აინტერესებს ცოდნა. ის ცოდნა და ცოდნის მისაღებად, რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ საზღვარგარეთ უკეთესი დონე არის, მაგრამ იმასაც ყოველთვის ვეუბნები, არაფორმალური განათლებითაც შეიძლება ამ რაღაც დანაკლისების შევსება, ანუ არ შეიძლება ესე ფარხმალის დაყრა და მხოლოდ იმიტომ, თუ არის სწავლე. მე, როდესაც წავედი მაგისტრატურას, ბაკალავრი აქ დავამთავრე. ნუ იქ ვიყავი საზღვარგარეთაც მივდიოდი ხოლმე რა თქმა სემესტრულად რაღაც სტიპენდიები მოვიგე, მაგრამ ნუ მაინც დიპლომი ავიღე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი. როდესაც წავედი მაგისტრატურაზე თან ასეთ უნივერსიტეტში, ხო? ეს აქაური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებით, ხო? მე ვიყავი იქ ერთ-ერთი წამყვანი სტუდენტი. ფაქტია ეს. აი თქვენ სიტყვაში ახსენეთ ინკლუზიური განათლება, ხო? რამდენად მზადა საქართველოს იმისთვის, რომ ევროპულ სტანდარტებს მოერგოს ამ კუთხით? ვართ თუ არა საზოგადოება მზად იმისთვის, რომ ინკლუზიური განათლება მოვერგოს? ძალიან რთული მდგომარეობაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების კუთხით, რადგან ძალიან მარტივად პრობლემებს ელემენტარულად თუ იცით ამის შესახებ. კი ბატონო, ელემენტარულად გეტყვით, შეიძლება თვითონ ადგილზე ადამიანს კონდეს შესაძლებლობა იქ რაღაც კონკრეტული სამუშაო ადგილი იყოს ადაპტირებული, კონკრეტული სასწავლო ცენტრი იყოს ადაპტირებული. ადამიანი ელემენტარულად თუ იქამდე ვერც მივიდა, უკვე სასაცილოა რა მომსახურება უნდა მიიღოს იმ ადამიანმა, თუ ადგილამდეც ვერ მიდის. ანუ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით გვაქვს ძალიან დიდი პრობლემები. და ამას აღნიშნავს ყველა ცოტა ხნის წინ იყო ერთი ექსპერტი ჟენევადან ჩამოსული, ჩემი მეგობარი არის, რომელიც არის ეტლით. და მან, ესე იგი, წაყვანა მინდოდა რამდენიმე ადგილას, სადაც დავრეკე ყველგან, მითხრეს, რომ აი თუ ხელში აიყვანთ და ჩამოიყვანთ. ასეთ შეურაცხყოფას, რა თქმა უნდა, ვერ მივაყენებ ასეთ ადამიანს. ეს ძალიან რთული არის. სამინისტროებიც კი არ არის ადაპტირებული, რაზე არის ლაპარაკი. ეს არის პირველი ნაბიჯი, ჩემი აზრით, რაც უნდა. თუ გქონიათ, აი მაგალითად თქვენ რაიონებში ხვდებით ახალგაზრდებს, სკოლებში გაქვთ შეხვედრები, უნივერსიტეტებში გაქვთ შეხვედრები. თუ გქონიათ შშმ პირებთან შეხვედრა და მათი პოზიციები, აი მათ მდგომარეობის შესახებ თუ იცით რაიმე, რა პრობლემები აწუხებთ ახალგაზრდებს სკოლაში? პირადად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან პირადად შეხვედრა არ მქონია, მაგრამ და შეხვედრა იმ ორგანიზაციებთან, ფონდებთან, რომელიც მათ პროგრამებს აფინანსებს, რომ გამერკვია ამ კუთხით რა კეთდება, ვიცი ასევე რომ პოლიტიკის დოკუმენტი მუშავდება ახლა, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, რომ საქართველოს ექნება როგორც ასეთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ კონკრეტული პოლიტიკა შემუშავებული, ისე როგორც არის ახალგაზრდების კუთხით. ასევე ვიცი რომ ფინანსდებიან სხვადასხვა ორგანიზაციები, ვინც დაასაქმებენ შშმ პირებს, ასევე ის რომ აპლიკაციაზეც კი უსინათლოთათვის აპლიკაცია, რომ დიახ ბანკნოტების ამომცნობი და ასე შემდეგ ინფორმაცია ძალიან დიდი მაქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არ მომეცა შესაძლებლობა თავადაც დავსაკვირდით პირადად იმ ადამიანებს ზოგადად, რომლებმაც შეიძლება დავუშვათ თქვენთან შედარებით, რა თქმა უნდა, ყველას შესაძლებლობა არ არის თანაბარი ზოგადად საზოგადოებაში და ეს არის რეალობა და მოცემულობა ნებისმიერ საზოგადოებაში, ნებისმიერ ქვეყანაში. რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რა იქნებოდა თქვენი მესიჯი, ვინც დავუშვათ თქვენზე გაცილებით უფრო შორიდან იწყებს და უნდა დაიწყოს. კი, ძალიან მოკლედ ვიტყვი ამას ყოველ ჯერზე საუბრობ ხოლმე, კონკრეტული მაგალითებიც კი მომყავს ხოლმე რაღაც ჩემი, ანუ სიტყვაზე ნათესავზე მოვყვები ხოლმე ახლობელზე, რომ გაიგონ, რომ ეს რაღაც ძალიან შორიდან არ საუბრობ. ანუ რა თქმა უნდა, უბრალოდ არის იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი უნარების და შესაძლებლობების მქონე პროექტი იპოვო, იმ კონკრეტულ საქმიანობაში ჩაერთო და ნელ-ნელა განვითარდეს. საქართველოში უბრალოდ გვაქვს ეს პრობლემა, რომ ყველას პირდაპირ გსურს ხოლმე იმ ადგილას აღმოჩნდეთ, სადაც იმ მომენტში არ გვეკუთვნის ყოფნა, იქიდან გამომდინარე ელემენტარულად შეიძლება კარი რომ გააღო, ხო, უნდა იცოდე ელემენტარულად, როგორ სახელური, როგორ ჩამოწიო. ერთი შეკვეცხა. და ამიტომ ყოველთვის ვასწავლი ხოლმე, რომ გქონდეთ სწორი ამბიციები, სწორად რომ ყველა უნარებისთვის, აი ინგლისური ენის პრობლემა ვისაც კი აქვს და ინგლისური ენა არ იცის, ბევრი პროექტი არსებობს, სადაც ის მინიმალურ დონემდე არის მოთხოვნილი. ძალიან დიდი ბოდიში სულ ერთ შეკითხვას დაგიწყეთ, სულ 2 წუთი დაგვრჩა დრო და ანუ გქონდათ უნივერსიტეტში შეხვედრა ახალგაზრდებთან და როგორ ფიქრობენ ისინი? მათი
განვითარება სწავლის კუთხით როგორ შეიძლება რა პოზიცია აქვთ ამათ რა სურთ დღეს ძირითადად არაფორმალური განათლების შესაძლებლობებზე მეკითხებიან ხოლმე და მეც მივასწავლი იმ კონკრეტულ პროექტებს რასაც შეუძლია ჩაერთონ და სხვადასხვა უნარჩვევები განივითარონ რომელიც ნებისმიერ სამსახურში გამოადგება თან თუნდაც საზღვარგარეთ როდესაც სურთ სწავლის გაგრძელება ის გზა რაც მე გავიარე ამაზეც ვუყვები და სხვა პროექტების შესახებ რაც ვიცი ასე ვცდილობ Facebook გვერდზე გავავრცელო ხოლმე ის ინფორმაცია რაც მათ დაეხმარებათ განვითარებაში. უღრმესი მადლობა დღეს ჩვენთან სტუმრობისთვის. ძალიან ვრცელი თემაა და ვერ მოვასწრებთ სამწუხაროდ ყველაფერზე საუბარს. ჩვენს მაყურებელს კი დავამშვიდობეთ ზუსტად 2 კვირით მომავალ შეხვედრამდე.